ჯოზეფ კეის განცხადება სპეციალური განცხადებით პასუხობენ პატრიკაცვილის ოჯახის ადვოკატები. ჩვენი აზრით შესაძლებელია ითქვას, რომ ჯოზეფ კეი არის ადამიანი, რომელმაც პატრი პატრიკაცვილის გარდაცვალებისთანავე გაყალბებული დოკუმენტებით სცადა ოჯახის ქონების ხელში ჩაგდება და ამას ის აკეთებდა ძველი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით. საზოგადოებას ახსოვს 2008 წლიდან მოყოლებული წლების განმავლობაში როგორ მოქმედებდნენ კეი და იმდროინდელი ხელისუფლება პატრიკაცვილის ოჯახის წინააღმდეგ, რის სანაცვლოდაც ამ ეგრეთ წოდებული ბიზნესმენის გამოყენებით ხელისუფლება აკონტროლებდა ტელეკომპანია იმედს და იყენებდა პროპაგანდის იარაღად. ამასვე ადასტურებს ჯოზეფ კეი თავისავე განცხადებაში. ჩვენთვის უცნობია მასა და ყოფილი ხელისუფლების წევრებს შორის კიდევ სხვა ბინძურ გარიგებებს ჰქონდა ადგილი და ამ კითხვებს ჩვენი ღრმარწმენით ობიექტური გამოძიება გასცემს პასუხს. რაც შეეხება ჩვენსა და მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, საზოგადოებას განუმარტავთ, რომ ეს შეთანხმება შედგა პარიზის არბიტრაჟში, სასამართლო დავის ფარგლებში და არა კეზერაშვილის ან უგულავას კაბინეტებში, როგორც ამას კეი აკეთებდა. როგორც ჩანს, ჯოზეფ კეიმ ამჯერადაც გადაწყვიტა მოქმედ ხელისუფლებასთან იაფასიანი მეთოდებით ქულების ჩაწერა და ამის სანაცვლოდ ცდილობს კვლავ ხელში ჩაიგდოს პატრიკაცვილის ოჯახის ქონება, რაც ჩვენი რწმენით მას არ გამოუვა. ამასთან საზოგადოებას განუმარტავთ, რომ ჩვენ მოვიგეთ ყველა სასამართლო პროცესი, რომელიც საზღვარგარეთის სასამართლოებში მიმდინარეობდა კეის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, სამართლიანობის აღდგენა მოითხოვს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რაც გარდაუვალი იქნება ნათქვამია პატრიკაცვილების ოჯახის ადვოკატების განცხადებაში.